ჩემნაირი გამწარებული დედა ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა, და ღმერთმა აღარავინ აღარ გაამწაროს. ჩემი 20 წლის გოგო გადავარდა მეოთხე სართულიდან. ვისთან ინებიც იყვნენ მასთან ერთად, მე მიმტკიცებდა, რომ შენი შვილი გადახტაო. როგორ ჭკუაზე ვიქნებოდი ახლა ჯერ ეკლესიური იმიდან გამომდინარე, რომ იქ იმას არ აუგებენ, რა ქვია, უკვე ისა ვარ, არეული ვარ. მერე ის რომ გეუბნებიან შვილი გადახტა. მე ამის ინტერესი სრულიად შემთხვევი, აი ესე ჩემი შვილის ნათელი და სანთელი აი ჩემი იაკო. სრულიად შემთხვევით ვიძექი ასე არც ვიდეო მქონებია ჩემი შვილის, არც არაფერი აბსოლუტურად. რომ ის მეფიქრა, რომ მე დეივმა სადღაცას მოძებნა, სადღაცას კი ბატონო, ყველაფერი მოძებნა, მოიძია ყველაფერი. ხმა როგორ შეიძლება მითხარით, რომ ერთი ჩემი ნიაკოს ხმით მელაპარაკა. ის სიტყვები მელაპარაკა, რაც ჩემი შვილი მემეძახდა და მეუბნეოდა და მელაპარაკებოდა და ისეთი რამები მითხრა, რა მე ეს ყველაფერი ჩაწერილი მაქვს. იმიტომ მაქვს ჩაწერილი, იმიტომ კი არა რომ მე ვინმეს დასამტკიცებლად, მე იმიტომ რომ მე უბრალოდ მე მომესმინა მისი ხმა რომ რა მელაპარაკა, იმიტომ რომ მე დამავიწყდებოდა და ამიტომ ჩავიწერე. ძალიან გული მტკივა. მე დეივის იცი როგორ მჯერავს, რომ არავის ტყუილს არ ეუბნება. ხალხო არ გინდათ ასეთი ლანძღვა და გინებ, არ გინდათ. აგრეო კაიში მაშინ არ გინდა თუ იცი დამტკიცებული თუ კაიში ხარ თქვენ მე ვარ მსახიობი ვინ არის ქალბატონო გისმენთ ქალბატონო არა თუ იცი რომ შენ ნამდვილად მოგატყუა ნამდვილად კი ბატონო ლანძღეთ აგინეთ მაგრამ არ არის ეს ადამიანი სალანძღავი და მსახიობი რასაც ხო და იმას გეუბნეოდი რომ ზუსტად ერთი ღამე იყო, როდესაც მე ასე უაზროდ ვიჯექი და სკროლავდი ამ TikTok-ს, არ TikTok-ი ვიცოდი, არც არაფერი არ ვიცოდი და წავაწყდი ისეთ რაღაცებს ელაპარაკებოდა ვიღაცას და მივწერე, რომ მეც მინდა თქვენთან მეთქი და მითხრა, რომ არის საქველმოქმედო ის ქონდა, მაშინ ვიღაცა გაჭირვებულ ოჯახს ეხმარებოდა დეივი და იმისთვის მე ზუსტად ვიტყვით ახას დავასახელოდე 50 ლარიო გადაუვრიცხეთო იმასო და მე უფასო დიაგნოსტიკას ჩაგიტარებთო თუ უფასო თუ რაც არის. მეორე დღეს მე გადავრიცხე იმ ოჯახზე და ისა რა ქვია მეორე დღის 5 საათზე ჩემი ნომერი მივეცი რა თქმა უნდა და დამირეკა. რომელი რა უნდა მოეძიებია მითხარი რომელიც არც TikTok-ზე ვიდეოები არ მქონდა, მის მერე დავაწყე ჩემი შვილის ვიდეოები. არც Facebook-ზე არ მყოლებია და არც Instagram-ზე. რანაირად უნდა აი უბრალოდ ამიხსენი ხალხო. მე შეიძლება გავაფრინე. აი მაინტერესებს ქალბატონო მე თქვენ მოდის ხა ამ სიტუაციის გამო და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მართლა თქვენ მართლა არ მინდა ხოლმე ესეთ მდგომარეობაში ვარ ვიცი თქვენ რომ ამოდიხართ ხოლმე აი მაინტერესებს ცოტნეს რა განცდა დაეუფლა ამ ყველაფრის შემდეგ რა ბიჭო აი რა განცდა დამეუფლა და მაინც არ მჯერა შენი აი მომკალი და არ მჯერა ესეთი აი არ გჯერავს ნუ გჯერავს შეინახე რატო ილაძღები მაშინ შეიძლება რაღაცის არ გჯეროდეს მაგრამ სხვის რწმენა, სხვის დამოკიდებულება, სხვის საქმე, მე კიდე უფალი მეტი სპორტსმენა ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს. არ არსებული ეს შავი ეს მაგისები. მე რა დამიფიცებს